თამაშაზე მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ტელეკომპანია აფხაზეთის ხმის პირდაპირ ეთერში. თქვენ საშუალება გაქვთ უყუროთ საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის, საკალათბურთო სუპერლიგის მეორე წრის მე-6 ტურის მორიგ შეხვედრას, რომელიც უკვე დაიწყო და ჩვენ მივყვებით მატჩის მსვლელობას, რა თქმა უნდა. შემოგთავაზეთ გუნდების შემადგენლობას, ერთმანეთს ხვდებიან საკალათბურთო გუნდის სოხუმი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თსუ. მე მოკლედ გაგაცნობთ გუნდების შემადგენლობას. ბოლო შემდგომ რა თქმა უნდა მივყვებით მატჩის მსვლელობას. ასრულებს საჯარიმოებს ამ შემთხვევაში გიორგი ჯგერენაია და მოდით დავიწყოთ საკალათბურთო კლუბ სოხუმის შემადგენლობა. პირველი ქულა ჯგერენაის შესრულებით. მაშასე ნომერი 4 ლაშა ფარღალავა, ნომერი 5 რევაზ როგავა, ნომერი 6 ოთარ გულიავა, 8 ერკჩლაიძე, 11 სერგო ათუაშვილი, 12 ლევან ფაცაცია, 13 გიორგი გაფრინდაშვილი, 14 ვახტანგ ქადარია, 15 გიორგი ჯგერენაია, 20 ვაჟა ჯანაშია და 22 ტატო ჩაჩიბაია. ეს რაც შეეხებოდა საკალათბურთო კლუბ სოხუმის შემადგენლობას, თავარი მსმელი რიმვიდას სამულენასი. რაც შეეხება თსუს, ამ შემთხვევაში გაგაცნობთ თსუს შემადგენლობას. მუგზარ ჭეიშვილის გუნდის შემადგენლობა ასეთი გახლავთ: ნომერი 8 შალვა კოხრეიძე, ნომერი 9 თემურ თაბაიმაშვილი, ნომერი 10 თორნიკე ნინიაშვილი, ნომერი 13 მიხეილ ჩიტაშვილი, ნომერი 14 დავით ხიზანიშვილი, ნომერი 15 იოსებ შერმადინი, სოსო შერმადინი, ნომერი 20 ზურაბ მაისურაძე, ნომერი 23 ვახტანგ ჩქარეული, ნომერი 31 გივი ბაქრაძე, ნომერი 33 ვასილ ბერუაშვილი, თავარი მწვრთნელი ნუგზარ ჭეიშვილი. აქ მორიგი შედეგიანი შეტევა ვიხილეთ ჩვენ ამ შემთხვევაში. სერგო ათუაშვილი გახდა თორქულიანი შეტევის ავტორი, აქ ფარღალავა ათუაშვილის კომბინაცია და სერგო ათუაშვილის მორიგი ორი ქულა. ხედავთ თითქმის 2 წუთი გავიდა უკვე მატჩის დაწყებიდან და ჯერჯერობით როგორც ხედავთ სოხუმი, საკალათბურთო კლუბი სოხუმი ამარცხებს მეტოქეს 5-0. აქ ხედავთ ფაცაციამ სოხუმის ერთ-ერთმა ლიდერმა მიიღო პირველი პერსონალური შენიშვნა და თსუს კალათბურთელები კერძოდ კი მიხეილ ჩიტაშვილი ასრულებს 2 საჯარიმო ხორცნას, 2-დან 1 მოათავსა მან, 5-1 გაფრინდაშვილი იწყებს საკუთარი გუნდის მორიგი ერისს. კარგად იბრძვის ჯგერენაია, აქტიურია გიორგი ჯგერენაია, ხედავთ მორიგი ორი ქულა ამ ტანმაღალი კალათბურთელის აქტივში. რაც შეეხება სასტარტო ხუთეულებს, ხედავთ რომ საკალათბურთო კლუბ სოხუმის შემადგენლობაში ამ წუთისთვის მოედანზე არიან გიორგი გაფრინდაშვილი, რომელიც ეხლა არის ბურთით, გიორგი ჯგერენაია, ლევან ფაცაცია, სერგო ათუაშვილი, ამ წუთას მორიგი მისი ორი ქულა და ლაშა ფარღალავა. ერთი ხედავთ ჯერჯერობით საკალათბურთო კლუბი სოხუმი აშკარად ჯობნის მეტოქეს. ხედავთ რომ თითქმის ყველა შეტევა, რომელიც განახორციელეს სოხუმის კალათბურთელებმა, დასრულდა შედეგიანი ქულებით. რაც შეეხება სანამ მცირე პაუზა წუთ შესვენება, თუმცა შეხვდა პირველ წუთ შესვენება დღევანდელ მატჩში. სანამ მცირე პაუზა არის.
სუპერლიგის მატჩებს წარმოგიდგენთ ევროპა-ბეთი. გამოვაცხადეთ, ხო? სოხუმ. უფრო გააძლიერებს გუნდსო და რა გააძლიერებს? ჩვენი განახლა შეხვედრა მცირე ძალიან საინტერესო ეპიზოდი ვიხილეთ ჩვენ და ლამაზად დასრულებული კომბინაცია ვასილ დერუაშვილი შესრულებით 9-3 დაიკარგა ბურთი შეტევაში თესეუს კлау მორიგი შანსი ამ შემთხვევაში ფარქვეშ ნახეთ რომ გერენაია დაჯარიმდა პირველი პერსონალური შენიშვნით თორნიკენ ინიაშვილი კი ასრულებს საჯარიმო ხორცნებს. 2-დან 1 მოათავსა. ინიაშვილმა 9-4. როგორც ხედავთ ბურთი დარჩა თესეუს კავალბურთელებს. და შანსი იმისა რომ დღევანდელ შეხვედრაში კлау რაკი დაიწყო მატჩი სოხუმელთა იერიშებით, ვთქვათ ის რომ ამ შემთხვევაში თესეუ უკვე ბევრის როლშია და შანსი იმისა რომ შემცირდეს დღევანდელ შეხვედრაში სხვაობა. აკათუაშვილი ჯარიმდება მეორე პერსონალური შენიშვნით შერმადინი იბძვის ფარქვეშ, თუმცა მაგ რა თქმა უნდა ჯარიმა არ იყო. დაიკარგა ბურთი, გადავიდა მოედნის ფარგლებს მიღმა. და გიორგი გაფრინდაშვილი ხედავთ იწყებს სოხუმელთა მორიგიერის. ათუაშვილი ნახოთ გარისკავს თუ არა შორ დისტანციიდან მოძებნა ფაცაცია. კлау გაფრინდაშვილი თავად სამწამიან ზონაში და ჯგერენაია წინააღმდეგ ამ შემთხვევაში ნახოთ გააგრძელდა შეტევა ძალიან კარგად ლევან ფაცაციამ. მორიგი ორი ქულა შერმადინი პასი უკან ნახოთ სამქულიანი ჩიტაშვილის შესრულებით არაზუსტი გამოდგა და სტრაფიერის თუმცა აქ ძალიან საინტერესო ეპიზოდი ვიხილეთ ეფექტური პასი აქტიურია ჩიტაშვილი ამ შემთხვევაში მოახერხა მან ნახეთ ეს ეპიზოდი მასზე გაცილებით ტანმაღალი სერგო ათუაშვილის წინააღმდეგ ამ შემთხვევაში მოძებნა ხრელი თუ შეიძლება ასე ვთქვათ დაცვაში და ორი ქულა აქ გარბენი შეცდომა სერგო ათუაშვილის მიერ დაშვებული შეტევაში აკიდროებით ხედავთ რომ სოსო შერმადინი გადის მოედნიდან ირაკლი ჩლაიძე ჩაერთო თამაში მის მაგივრად გასრავად ჩალო კოხრეიძე რა თქმა უნდა აშა პარაღალავა ბურთით სნაიპერი ერთ-ერთი საქართველოს მიმდინარე სუპერლიგისა დაიკარგა აქ ბურთი ჩიტაშვილის ორიგი მცდელობა დასრულდა არაზუსტი შეტევით
ჩაჩიბაია გამოდის მოედანზე. ჟირენაიას ნაცვლად. ლაშა ფარაღალაო კი განაახლებს რევანდელ შეხვედრას. ხედავთ გიორგი ჟირენაია 15 ნომერი სოხუმის შემადგენლობისა იკავებს ადგილს სათადარიგოთა სკამზე. ჩაჩიბაია მოედანზე ახლად გამოსული ფორვარდი გურტით მოძებნა გაფრინდაშვილი, რომელსაც სამქულიანი ზუსტია გიორგის პირველი მცდელობა პირველივე ნატყორცნის შორი დისტანციიდან ზუსტი გამოდგა 14-ით 13-6 გურტი რჩება სოხუმს დაიკარგა კვლავ მორიგიერში თესეუს კალაბურტელთა მხრიდან ამ შემთხვევაში აღალავა ათუაშვილი აქ მოედანზე ახლად გამოსული შალო კოხრეიძე გახლდათ რომელსაც მოიპოვა მისი ორი ქულა პირად აქტივში პირველი ორი ქულა დღევანდელ შეხვედრაში პასაცია ბურთით 13-8 მასობაში მიილია შვიდი წუთი უკვე ფარღალავა ზუსტია ლაშა ფარღალავა პირველი ზუსტი შეტევა ამ კალაბურთელის 4 ნომერის შესრულებით რომელიც ერთ-ერთი თავარი ფიგურა გახლავთ სოხუმის შემადგენლობაში პირველი სამქულიანი და სამქულიანი თვე უპასუხა მას მიხეილ ჩიტაშვილმა არა როგორც ჩანს ორქულიანი ყოფილა თან ხაზზე ედგა მას ფეხი 16-10 ორ წუთ ნახევარი ამასობაში მატჩის პირველი მეოთხედით დასრულებამდე შეგახსენებთ თქვენ უყურებთ საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის დაუწუდა ეს შეტევა ამ შემთხვევაში ფარაღალავას სუპერლიგის მიმდინარე გათამაშების მეორე წრის მე-6 ტურის შეხვედრას სადაც როგორც ხედავთ საკალათბურთო კლუბი სოხუმი ამარცხებს თესეუს ანგარიში 16-12 ჩიტაშვილი ძალიან აქტიურია ეს უკანახაზელი სტრაფი ამ შემთხვევაში ნახეთ შემდეგიანი გადაცემა მიითვალა მან და ვახტანგ ჩქარეულს ის გადარჩენოდა რომ ორიგი ორი ქულა შეეძინა საკუთარი გუნდის სამოსობაში ორ ქულამდე შემცირდა სხვაობა შანსი იმისა რომ აქ ვასილ ბერუაშვილი ხედავთ ბერუაშვილის პირველი პერსონალური შენიშვნა ამასობაში დავით ხიზანიშვილი გამოვიდა მოედანზე და ბრუნდება ასევე სოსო შერმადინი რომელიც თორნიკე ნინიაშვილს ცვლის ხოლო ლევან ფათაცია შეასრულებს ორ საჯარიმო ტყორცნას ხედავთ 12 ნომერი სოხუმელთა შემადგენლობაში ზუსტია პირველი საჯარიმო ზუსტია მეორეც ორი ქულა ლევან ფათაციას აქტივში 18-ით 14 აქ ჩიტაშვილი ძალიან ბევრს იღებს საკუთარ თავზე და ხშირ შემთხვევაში რა თქმა უნდა ამართლებს უკანახაზელის ეს მონდომება. თუმცა ამჯერად როგორც ხედავთ შეტევაში დაჯარიმდა სოსო შერმადინი თავისთავად დაიკარგა შანსი იმისა რომ შემცირებული იყოს ხალხობა კიდევ უფრო მეტად. ჩაჩიბაია გურთით, აქ როგავა არის გამოსული მოედანზე ასევე 5 ნომერი სოხუმელთა შემადგენლობაში. აქ ძალიან ზუსტი შეტევა, რომელიც ავტორი გახდათ ლევან ფაცაცია. ბოლო წუთი დაიწყო ამასობაში და მონდოს შეხვედრის პირველ პერიოდში. აქ ხედავთ თორსები მეორედ უკვე ჯარიმდებიან თესეუს კალათბურთელები.
დიახ, სოსო შერმადინი იღებს მორიგ პერსონალურ შენიშვნას, ეს უკვე მისთვის მეორე პერსონალურ შენიშვნა არის. აქ ხედავთ ქადარიაც არის მოვიდანზე, როგავა. ჩაჩიბაია სამქულიანი, ზუსტია ტატო ჩაჩიბაია 22 ნომრით ხედავთ თქვენს ეკრანებზე. ხოლო სხვაობა ანგარიში კიდევ უფრო გაიზარდა 23-ით 14. ვასილ ბეროვაშვილის მონდომება არაზუსტია, თუმცა შერმადინი ამ შემთხვევაში ახერხებს და უნარჩუნებს საკუთარ გუნდს შეტევის საშუალებას. ნახოთ ეს ორქულიანი არაზუსტი გამოდგა ამ შემთხვევაში ხიზანიშვილის ნატყორცნი. თუმცა დაიკარგა შეტევაში ასევე ბურთი. ძალიან ლამაზი შეტევა. მიხეილ ჩიტაშვილის მორიგი ძალიან ლამაზი ეში 23-ით 16 ამასობაში დასრულდა პირველი პერიოდი. მცირე შესვენება განახლდება ჩვენი რეპორტაჟი. Full house. გინდა თამაში? ითამაშე europabet.com-ზე. Europabet. შენი თამაში. Нормально. Значит так, выходим, как и закончили. Резо первым, Лаша вторым. Ливан. Ливан, нормально? Ливан. То же самое, четвертый, пятый. То же самое. Игра или моушен. Первую атаку хорошо. Сейчас играем звезда. Это антигейм, да? Это выбираем сторону. Звездал, да? Это тоже заслон ставит. Оп. Сейчас выбираем сторону, да? Лев. Получается это. И сразу играем пик-н-ролл. Окей? Шире, только все. Маленький. Если ты на пятый номер, иди на Вако, и с Вако играй пик-н-ролл. Окей? Дифферс, меняется. Только с ним не меняемся. Сами отхи. მაშინ ასე განახდება დღევანდელი შეხვედრა. შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, რომ ტრანსლაციის სპონსორია ტოტალიზატორი ევროპაბეთი. უსმენთ თქვენ ალბათ ისმოდა რა თქმა უნდა ეთერში, ძალიან საინტერესოა რა თქმა უნდა ყოველთვის, როდესაც ესე დროს მწვრთნელი აძლევს მითითებებს საკუთარ გუნდს. კერძოდ კი რიმი და სამულენასე გახლდათ ამ შემთხვევაში მოვლენების ცენტრში, რომელიც არიგებდა საკუთარ კალათბურთელებს. ნახოთ რამდენად შეასრულებენ ისინი მწვრთნელის დავალებას. მეორე მეოთხედი დაიწყო ამასობაში ვასილ ბერუაშვილის აი ამ არაზუსტი ნატყორცნით, თუმცა როგორც ხედავთ ჩვენ ბურთი შეინარჩუნეს თესეუს კალათბურთელებმა. კვლავ ბერუაშვილის მცდელობა არაზუსტად, თუმცა ძალიან კარგად გარგვა სიტუაციაში თორნიკე ნინიაშვილი. პირველი ორი ქულა მეორე მეოთხედში მატჩისა თესეუს კალათბურთელთა მხარეს არის. პაცაცია პასი უკან ქადარიას მიმართულებით, მაგრამ საბოლოოდ ნახეთ დაიკარგა ბურთი. და საბოლოოდ ჩაჩიბაია მიბრძოლა ამ ბურთისთვის, როგორც ხედავთ მოიპოვა კიდეც უფლება იმისა, რომ შეასრულოს ორი საჯარიმო ტყორცნა. ტატო ჩაჩიბაია საჯარიმოს ხასთან ზუსტია მისი პირველი საჯარიმო ტყორცნა. ზუსტია მეორეც. და კვლავ ხედავთ იზრდება სხვაობა 25-18. დაიკარგა ბურთი, ნუ ასეთი შეცდომები რა თქმა უნდა თესეუს კალათბურთელებისათვის კარგი სარალის მონტანი არ იქნება, რადგან ასეთი სცენარით რაც ახლა როგორც ეს მატჩი მიმდინარეობს, პირველ რიგში აუცილებელია
ზუსტი შეტევები და გაცილებით უფრო მეტი ყურადღება დაცვაში. რადგან ფაქტია, რომ თესეუს კალათბურთელებს უჭირთ მეტოქის როგორც ცენტრების, ასე ვთქვათ, მოდით ასე ფორვარდების და უკანახაზელების შეჩერება. ნახოთ ვაცაცია, თუმცა ჩაჩიბაია კადარია ერთ-ერთმა მათთაგანმა ვერ შეძლო ელემენტარულად ამ შემთხვევაში ორქულიანის მოპოვება. ამჭიტაშვილმა საკმაოდ ორიგინალურად გადაწყვიტა შეტევის დასრულება, ეს არ გამოუვიდა, თუმცა დაჯარიმდნენ მის წინააღმდეგ საკალათბურთო კლუბ სოხუმის კალათბურთელები, კერძოდ კი ვახტანგ კადარიამ მიიღო პერსონალური შენიშვნა, რომელიც ახლა ტოვებს მოედანს, მის მაგერად სერგო ათვაშვილი ბრუნდება მოედანზე. ასევე ვხედავთ ჩვენ, რომ 9 ნომრით თემურ თავამაიშვილი გამოდის მოედანზე, ცვლის ის ვასილ ბეროვაშვილს. მიხეილ ჩიტაშვილი კი ასრულებს საჯარიმო ხორცნებს. გამოიყენა მან ეს შანსი 25-20. 5 ქულამდე დავიდა სხვაობა. გონდოლ შეხვედრაში. აქ როგავამ გაბედა და შეასრულა სამქულიანი ძალიან კარგადაც გადაწყვიტა ეს ყოველივე. პირველი ზუსტი შეტევა ამ ახალგაზრდა კალათბურთელის შესრულებით. ასევე სამქულიანით უპასუხა მან მაისურაძემ, თუმცა არაზუსტი გამოდგა ეს ნატყორცნი. დაიკარგა აქ ბურთი, როგორც ხედავთ. დაიკარგა ბურთი. რაც შეეხება სანაცირე პაუზა არის ამ გუნდების მდგომარეობა სატურნირო ცხრილში. გადავხედოთ თუ რა მდგომარეობაა დღევანდელი მონაცემებით საკალათბურთო კლუბი სოხუმი მე-5 ადგილზეა 16 მატჩიდან 9 გამარჯვება და 6 მარცხე, გუნდს 24 ქულა აქვს, ასევე 24 ქულა აქვს შესაძლოა აკადემიას და დინამოს. ეს გუნდები იყოფენ სწორედ ესე რომ ვთქვათ მე-4, მე-5, მე-6 ადგილებს. მე-5-ზეა სოხუმი, რაც შეეხება თესეუს აი ამ პერიოდისთვის, ამ დროისთვის თესეუს კალათბურთელები ჯერჯერობით არიან პლეი-ოფს მიღმა, ასე ვთქვათ, ანუ 8 საუკეთესო გუნდს მიღმა, მე-9 ადგილზეა თესეუ 14 მატჩიდან. ნახოთ ეს შეტევა დასრულდეს. არ ჩავარდა ბურთი 14 მატჩიდან 5 გამარჯვება და 9 მარცხი. აკი როგავა იღებს პირველ პერსონალურ შენიშვნას და თემურ თავამაიშვილი შეასრულებს ორ საჯარიმო ხორცნას. ნახოთ უფრო ალბათ ასე დროს კალათბურთელს მართებს, რომ უფრო მეტი მობილიზებით შეასრულოს საჯარიმო ხორცნები, უფრო მეტად მოემზადოს. სამწუხაროდ თესეუსთვის ვერც ერთი ხორცნა ვერ გამოიყენა ახალგაზრდა თემურ თავამაიშვილმა. დაიკარგა შანსი იმისა, რომ აი აქ ძალიან კარგი პასი ვიხილეთ ჩვენ ამ შემთხვევაში და რევაზ როგავა 5 ნომერი. 5 ნომერი მისთვის მე-5 ქულა გამოდგა ეს ორქულიანი. ნინიაშვილი ფარქვეშ ახალ გამოცდილი, ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მოთამაშე თესეუს შემადგენლობაში, რომელსაც არაერთი წელი აქვს გატარებული საკალათბურთო სუპერლიგაში. ათუაშვილი ჯაარიმდება მის წინააღმდეგ ბრძოლაში. ასევე შეგახსენებთ, რომ აი ეს ტური დაიწყო გუშინ რუსთავში, სადაც ერთ-ერთი აუთსაიდერი მიმდინარე სუპერლიგისა შეხვდა თბილისის დინამოს და დამარცხდა 87-95. ზუსტია ეს საჯარიმო ხორცნა. სწორედ აი ამ მატჩით დაიწყო დღევანდელი ტური, რომელიც გახლავთ მეორე წრის მე-6 ტური. აი ამ მატჩის შემდეგ გაიმართება ცენტრალური შეხვედრა დღის 2 საათზე, სადაც შესაძლოა აკადემია დაუპირისპირდება ქუთაისს, მართლაც ძალიან საინტერესო მატჩი იქნება. მართლაც რომ ცენტრალური შეხვედრა. აი ამ მატჩის შემდეგ უკვე 4 საათზე, რა თქმა უნდა, ისევ პირდაპირ ეთერში თქვენ შეგიძლიათ იხილოთ
სამედიცინო უნივერსიტეტის და არმიას დაპირისპირება და ტური დასრულდება უკვე საღამოს 6 საათზე, როდესაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დაუპირისპირდება საკალათბურთო კლუბ ოლიმპს. აი ამ მატჩით დასრულდება კიდეც მიმდინარე ტური. ხედავთ ჩვენ რომ მიხეილ ჩიტაშვილი ასრულებს 2 საჯარიმო ხორცნას. ზუსტია პირველი 30-ით 24 ანგარიში 30-ით 24 დარჩა ეს სხვაობა. ხედავთ რომ აი 5, 6, 7 აი ამ დაახლოებით ესეთ თქვათ რადიუსში ახერხებს თესეუ პეტოკესთან მიახლოვებას. ნახოთ შეძლებენ თუ არა თესეუს კალათბურთელები პირველ რიგში, რაც აუცილებელია, ეს არის მაქსიმალურად მეტოქესთან მიახლოვება. თუმცა პატრონს მოწინააღმდეგე გუნდში არის ლევან ფაცაცია, ძალიან რთულია ამ ამოცანის შესრულება. აქტიურია დღეს ფაცაცია მოედანზე და რაც თორე შედეგიანი. ნინიაშვილის ორქულიანი ვიხილეთ ამ შემთხვევაში, გამოსწრებული ნინიაშვილის მორიგი ზუსტი შეტევა, თუმცა სწრაფი კონტრშეტევა, ხედავთ რომ გაუვარდა ბურთი ხელიდან, ზემოდან გდებას ცდილობდა ამ შემთხვევაში ლევან ფაცაცია, მაგრამ ვერ მოახერხა ეს, თუმცა როგორც ხედავთ ბურთი რჩებათ საკალათბურთო კლუბ სოხუმის კალათბურთელებს, ისევ ფაცაცია შემოიტანს ბურთს გვერდითი ხაზიდან. აქ შეცვლა მურიგით ესეუს შემადგენლობაში შერმადინი გამოდის მოედანზე ცვლის ის თორნიკე ნინიაშვილს. განახლა შეხვედრა ჩაჩიბაიასგან დატოვა ბურთი რა თქმა უნდა, ბურთთან მოედანი. ეს კარგად შენიშნა მატჩის პრემიერლიგის შეხვედრის არბიტრმა ზამაჩალაძემ. დაიკარგა ბურთი შეტევაში ამ შემთხვევაში როგავას ძალიან ლამაზი ეპიზოდი, ძალიან ლამაზი იერიშში ვიხილეთ. როგავა, რომელიც საკმაოდ შედეგიანია, ხედავთ 7 ქულა არის მის აქტივში უკვე. პრემიერლიგის შეხვედრაში. ხოლო 8 ქულა არის ლევან ფაცაციას აქტივში ამ წუთისთვის. 34-ით 26 სხვაობა, მიილია უკვე მეორე პერიოდის ნახევარი თითქმის. 5 წუთზე ოდნავ მეტი მეორე პერიოდის და შესაბამისად მატჩის პირველი ნახევრის დასრულებამდე. აქ ხედავთ შეცდომა შეტევაში ამ შემთხვევაში. კადარია, ნახეთ როგორც ხედავთ ფარქვეშ შენიშნეს მსაჯებმა მისი მხრიდან წესების დარღვევა და შანსი თესეუს, თუმცა აი ესეთი შანსი გუნდმა უნდა გამოიყენოს. ხედავთ ჩვენ რომ მიხეილ ჩიტაშვილი გახდათ ბურთით, თუმცა დაკარგა მან ბურთი. ლევან ფაცაცია განაახლებს მატჩს პრემიერლიგის შეხვედრას, შეგახსენებთ საკალათბურთო კლუბი სოხუმი, სადაც თესეუს დაპირისპირებას ადენებს თვალყურს. ფარღალავამდე ვერ მივიდა ბურთი. შერმადინი მოძებნეს. ვახტანგ ჩქარეული იყო, შემდგომ ჩქარეული აქ ფაცაციასთან ბრძოლაში გაუჭირდა მას ამ ბურთის შენარჩუნება, დაიკარგა ეს შეტევაც, მანამდე კი ჩიტაშვილმა ვერ შეძლო მორიგი შედეგიანი სპორტსმენის განხორციელება, ხორცნა, მოდით ესე ვთქვათ. ჩაითვალა ეს ორქულიანი, ვახტანგ კადარიას იერიშში ვიხილეთ ჩვენ ამ შემთხვევაში. პირველი 2 ქულა ამ კალათბურთელის შესრულებით და პლუს შანსი იმისა, რომ აი ეს შეტევა გამოდგეს 3 ქულიანი. ნახოთ არ გაუმართლა ამ შემთხვევაში ვახტანგ კადარიას 2 ქულა მის აქტივში, თუმცა საბოლოოდ ტაბლოზე ვხედავთ რომ 10 ქულაა სხვაობა გუნდებს შორის უკვე. აი ეს ნელ-ნელა სოხუმის საკალათბურთო კლუბ სოხუმის კალათბურთელები ახერხებენ
უპირატესობის შენარჩუნებას. ჩიტაშვილის მორიგი ორი ქულა, შემცირდა ოდნავ სხვაობა 36-28. ირაკლი ჩლაიძე ცდილობდა ამ შემთხვევაში შედეგიანად დაესრულებინა ეს ეპიზოდი, რაც არ გამოუვიდა. მიხეილ ჩიტაშვილმა კი მორიგი შეცდომა დაუშვა შეტევაში, გარბენი დააფიქსირდა და გადაეცა ბურთი სოხუმს. ლაშა ფარღალავა მოძებნა რუგავა ძალიან კარგად მოახერხა ეს ყველაფერი და რასთავარია ასევე ძალიან კარგად დაასრულა ეს შეტევა ახალგაზრდა რევაზ როგავამ. საინტერესოა რომ უკვე 10 ქულა არის ამ კალათბურთელის აქტივში. ამ ხრივ მართლაც გამორჩეულია ეს ახალგაზრდა კალათბურთელი. ნახოთ, საინტერესოა, მას ეძლევა თამაშის საშუალება დღევანდელ შეხვედრაში და ნახოთ როგორც ჩანს ამართლებს ეს კალათბურთელი, უმართლებს მწვრთნელის ასე ვთქვათ მოლოდინს, სწორედ ამიტომ რევაზ როგავა საკმაოდ დიდ დროს ატარებს მოედანზე. და ყველა შედეგიანი კალათბურთელია ჯერჯერობით სახუმალთა მხრიდან, რაც შეეხება შედეგიანებს საწინააღმდეგო გუნდში. ქადარიას არ გაუჭირდებოდა ამ ორგანიზმის მოთავსება. ესეო შემოდგენობაში 12 ქულა აქვს ჩიტაშვილს. აქ თორსტები ჩქარეული გახდათ ეს კალათბურთელი. მორიგი პერსონალური შენიშვნა. ჯარიმდებიან ამ შემთხვევაში ლევან ფაცაციას წინააღმდეგ. ხედავთ რომ ვასილ ბერუაშვილი იღებს მესამე პერსონალურ შენიშვნას, 4 გუნდური დაუბრუნდა უკვე TSU-ს. რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი შემდგომი დაჯარიმება ამ პერიოდში დაიჭება იმით გუნდი, რომ სახუმის კალათბურთელები შეასრულებენ საჯარიმო ყორცნებს, რაც გააკეთა კიდევ ამ შემთხვევაში ლევან ფაცაციამ და გააკეთა ეს ძალიან კარგად 53-28 3 წუთზე ნაკლები მატჩის პირველი პერიოდის და პირველი ტაიმის დასრულებამდე. ჩქარეული ბურთით გაუწვდნა ყორცნი, თუმცა შერმადინმა ბოლომდე მაინც ვერ შეძლო ბურთის შენარჩუნება. ფარღალავა ალბათ სამქულიანი. კი. პირველი სამქულიანი, მეორე სამქულიანი ფარღალავა შესრულებით. პირველ შეხვედრაში 6 ქულა არის ამ კალათბურთელის აქტივში. დღეს როგორც ხედავთ ძალიან გადანაწილებულია, ასე ვთქვათ, აქ მოახერხა ამ შემთხვევაში ძალიან საინტერესო ეპიზოდი იყო. ზურაბ მაისურაძემ ნახტომში პასი მოახერხა, ასე ვთქვათ, სანამ ანუ წესების სრული დაცვით გააკეთა ეს გადაცემა, შემდგომ თავად სამქულიანით ყორცნა და მოათავსა კიდეც მეტოქის ბარში. ჩლაიძე საოცარია, როგორ მოახერხა ჩლაიძემ ამ ბურთის შენარჩუნება, იქ ფარღალავა ალბათ ისევ სამქულიანს ყორცნს. არაზუსტი გამბუდგა ამ შემთხვევაში იგივე პოზიციიდან, როგორც წინა მომენტში იყო. ნინიაშვილი ბრუნდება მოედანზე, ცვლის ის სოსო შერმადინს, ბურთი ამ შემთხვევაში კვლავ რჩება საკალათბურთო კლუბ სოხუმს. ლაშა ფარღალავა შემოიტანს ბურთს გვერდით ხაზიდან. მოძებნა ჩლაიძე არ ჩადის ბურთით TSU-ს ბარში, საბოლოოდ დარჩათ ბურთით TSU-ს კალათბურთელებს. ხედავთ აქ რომ გივი ბაქრაძეა მოედანზე, მის წინააღმდეგ ჯარიმდებიან სოხუმის კალათბურთელები. ჩლაიძე კერძოდ იღებს პირველ პერსონალურ შენიშვნას, გივი ბაქრაძე შეასრულებს ორ საჯარიმო ყორცნას. ნახოთ შეძლებს თუ არა ამწუხაროდ პირველი არაზუსტი გამოდგა. ხედავთ გივი ბაქრაძე TSU-ს 31 ნომერი გაუწვდა მას მეორე ყორცნაც, თუმცა აი ნახოთ სამქულიანი ძალიან კარგად შეიბრძოლა ამ ეპიზოდში ორივე მომენტში. ზურაბ მაისურაძემ თავიდან შეინარჩუნა ბურთი. ასევე
მოახერხა მოხსნა პეტოკის ფარზე, ზედიზედ მეორედ. და დაასრულა კიდეც ეს იერიში ზუსტი ორქულიანით, აქ ცოტა დააკლდა თორნიკე ნინიაშვილს, რომ ეს ბურთი შეინარჩუნებინა. საბოლოო ჯამში გადავიდა მოედნის გვერდითი ხაზიდან. 46-ით 33 ჩაითვალა ბურთი, როგორც ჩანს. იდეა ორი კულა ვახტანგ კადარიას შესრულებით და როგორც წინა ეპიზოდში შანსი სამკულიანი შეტევისა ვნახოთ, ამჯერად გამოიყენა ვახტანგ კადარიამ ეს შანსი. პირადად მისთვის ეს გახლავთ უკვე მე-7 კულა დღევანდელ შეხვედრაში. აკი ბაქრაძე ნინიაშვილის კომბინაცია ვიხილეთ. ზუსტია თორნიკე ნინიაშვილი ორი კულა თესეუს აქტივში 49-35 ამასობაში. ხედავთ რომ ბოლო წუთი მიმდინარეობს მატჩის პირველი ტაიმისა. ჩლაიძემ სამკულიანი არაზუსტი გამოდგა. ნახოთ საკმარისი დრო იმისათვის, რა თქმა უნდა, რომ თესეომ ბოლომდე ალბათ უნდა ეს შეტევა შეიძლება ითქვას ამ შემთხვევაში ბაქრაძის პასი რა თქმა უნდა გამართლებული იყო, თუმცა ან არ ელოდა ამ პასს ნინიაშვილი, ან უბრალოდ ვერ შეძლო შენარჩუნება აი ამ ბურთისა. გაიკარგა მორიგი შანსი, ფარღალავამ კი გაიარა მთელი დაცვა. თესეუს ასეთი დაცვაში რა თქმა უნდა მართებთ თამაშის გამოსწორება თესეუს კალათბურთელებს. წინამორბედ შემთხვევაში ძალიან რთული ამოცანას წინაშე იდგება გუნდი, თუმცა რომ შეტევაშიც არის ძალიან ბევრი წუნი. მაშინ ასე დასრულდა მატჩის პირველი ტაიმი 51-35 აშკარა სოხუმის უპირატესობა. შევიცვენოთ 10-12 წუთი და განახლდება მატჩის პირველი ტრანსლაცია.